სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ჩვენ დავამთავრებთ მალე ერთ სამკითხვაში ბატონი ჯონი ამ კითხვაზე ამბობს, რომ კიდე სამი კითხვის დრო დარჩა 36-ე ნაწილს, რომელიც ძალიან მალე გავიდა, მეც ვერ ვიძენ ისე, რომელიც ჩაწერილი 1988 წლის 14 თებერვალს. შემდეგ კითხვა და ძალიან პრაქტიკული და ძალიან საინტერესოა და პიროვნება საინტერესოს. როგორ მოვიქცეთ იმ ადამიანებთან, ვინც ჭორებს ავრცელებს თქვენზე, ეუნება ჯონ მაკარტურს და თქვენ ეკლესიაზე. იცით ხო ბატონმა ჯონმა შესავალში როგორ დაწერა, რა გააკეთა, რომ ერეტიკოსაც უწოდებენ მას და თავზე ესხმიან, ლაპარაკია თვითონ პროტესტანტები. კათოლიკურ ეკლესია და მართლმადიდებლობთან ახლა შეხება არ აქვს ბატონ ჯონს, თორე მართლმადიდებლობა ალბათ საერთო ჯვარზე გააკრავდნენ და გვაკრავენ კიდევაც ხო ჯვარზე, იცით პირდაპირი გაგებით და არა პირდაპირი გაგებით, მაგრამ ვისთანაც შეხება ქონდა მას, ეს იყო პროტესტანტები, განსაკუთრებით ხარიზმატები, რომელსაც ჯონ მაკარტურმა გადაუარა პირდაპირი გაგებით და უფრო გაამძაფრებს თავის კრიტიკას ხარიზმატების და პენტაკოსტელების მიმართ. და ესენი ემტერებიან, იმიტომ რომ მათაც პრეტენზია აქვთ, რომ ბიბლია იციან და როდესაც ჯონ მაკარტური ეუნებოდა, რომ ეს სულიერი ნიჭები, ენებზე საუბარი, განკურნებები, ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლები, კეთილდღეობის სახარება, ეს ყველაფერი არის სიცრუე ტყუილი და ამაზე გადაირინენ ისინი და ამიტომ გამოუჩნდა მას ბევრი მტრები და ისინი არიან ძალიან გავლენიანები. თუ ვინმე დღეს გავლენიანია, რა თქმა უნდა, კათოლიკური ეკლესია არის გავლენიანი ამერიკაში, მაგრამ ამერიკაში ძირითადი გავლენა მაინც აქვს, რო ვიცოდეთ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილზე პროტესტანტებს და ესენი არიან ხარიზმატები და პენტაკოსტელები, იმიტომ რომ მათ ფული აქვთ ახლა, ტელევიზია აქვთ, პოლიტიკაში არიან უკვე, ტრამპის ირგვლივ ვინც არის დაჯერებული, იცით რომ ეს არის ხარიზმატები და პენტაკოსტელები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მტრებიც უფრო მიწიერს რელიგიას რო ქადაგებენ, არ მოწონთ ის, ვინც მათ აკრიტიკებს. ახლა მოусმინოთ ედის. სალამი ჯონ, მე მქვია ედი და მე დავდივარ გოლგოთას ეკლესიაში სანტა ანაში. და მე მყავს მეგობრებიც მთელი რიგი თქვენი ეკლესიიდან, რომლებიც ძალიან ხარს უჭერენ და ძალიან უყვართ თქვენი ეკლესია და ერთგულები არიან. და ჯონ მაკარტური ეუბნება, გმადლობთ ამ სიტყვებისთვის ედი. ჩემი კითხვა არის, ჩემს მეგობარს ბობ პირს მე უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან უყვარხართ. ფულერტონიდან არის ის კალიფორნიიდან. მაგრამ ჩემი შეკითხვა ასეთია, როგორ მოვიქცე იმ ქრისტიანებთან, რომლებსაც გონიათ რომ უყვართ უფალი, რომლებიც ჩემთან მოდიან, მაგრამ მეუნებიან თქვენზე, რომ ესენი არ არიანო ქრისტიანები. და ესენი არიან ქარიზმატები, იცით ხომ, ვინც ამას აკეთებს. რომლებიც იყურებიან, კითხულობენ ღვთის სიტყვას და ამბობენ, არა, ჯონ მაკარტური არ ქადაგებს ამ სიტყვის მიხედვითო. როგორ მოვიქცეთ და როგორ მიუდგე ამას. მე დავიწყო მტკიცება, რომ თქვენ არანაირად ესეთი არ ახართ. როგორ გამოვავლინოთ ასევე მათთან თანაგრძნობა და გულმოწყალება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ პასტორი ჰოკინგი, პასტორი ჯონ მაკარტური ეს სექტანტები არიან და ერეტიკოსები არიან. განზე გავწიოთ ისინი, იგნორება გაუკეთოთ და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მადლობა ამ კითხვისათვის, მე ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ მიუდგეთ მას რამდენიმე გზით. მაგრამ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ყოველთვის სწორი იქნება უპრიანი, რომ უთხრათ მათ. თქვენ იცნობთ ჯონ მაკარტურს, მისულხართ მასთან, გისაუბრიათ მასთან, დაგისხვიათ იმისთვის კითხვა, რისი ჯერა ჯონ მაკარტურს, ანუ მე, რისი მჯერა და რისი არა? რადგან თქვენ თუ არ წასულხართ მასთან დასაპირისპირებლად, შესაკითხავად და არ გაგიგიათ ის, რაც სიმართლეა, ხო? თქვენ ჩათვალეთ, რომ დამნაშავე ხართ და უფლის რისხვას დაიმსახურებთ. მე სწორედ ამას ვეტყოდი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე პატიოსნება, რაიმე ზნეობა და თქვენ ამას არ აკეთებთ, ეს დიდი შეცდომა არის. და თუ თქვენ გაქვთ პატიოსნება, კეთილინებეთ, მიდით მასთან, დაჯექით მასთან და გაარკვიეთ რა არის სიმართლე. და ეს ყველაფერი, რასაც ამბობენ, არის თუ არა სიმართლე. ხართ დაინტერესებული ჭეშმარიტების გაგებით? პირველ წყაროდან. დიახ, მადლობ ჯონ ამ სიტყვისათვის, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ ვიქნები უბრალოდ იმის რა ქვია ინიციატორი, რომ თქვენ ელემენტარულად რაღაცაში ან ჭორების გავრცელებაში ან რაღაცაში გიბიძგოთ, კარგით? ედი, თქვენ მიმოქმედეთ თქვენი რწმენის, ეს ჩემი რჩევა არის.
დიახ, მადლობ ჯონ, მე გავითვალისწინებ. მაგრამ ამასთანავე, როგორც თქვენ ახსენეთ, იყავით გულმოწყალე, მიმტევებელი და სიყვარულით იმოძრავეთ. ეხლა ჩვენ ვფიქრობ, რომ დრო აღარ გრჩება და შესაძლოა მხოლოდ 3 კითხვისათვის გამოვყოთ. მე რა თქმა უნდა მძულს ხოლმე ამის გაკეთება, მაგრამ დრო გარბის და ჩვენ მალე უნდა შევწყვეტოთ ჩვენი ეს სესია. მადლობა კიდევ ერთხელ.